ეხა მივდივარ ბიძაჩემთან, მამაჩემის მამიდაშვილთან, საინტერესო კაცია და მოყავს ღომი და ასევე აქვს საცეხვი. ცეხვავს კიდევაც და ეს საინტერესო ღომი ძველი ტრადიციული შეინარჩუნა. და ეხა წავალ გამოვარდნილ ღომს დავცეხვავ და მოვამზადებ ხარჩოსთან ერთად. Მოდი. როგორ ხართ? ვართ, ნელა. თავად როგორ ხართ? არამის. რაფერ ხარ? რა, ჩე როგორ ხარ? რა ვქნა? სადაა სოს? როგორ ხარ სოს? ესა, ხო ის ღომი. აი კაცებია, კატარაა და შეიძლება ხო. ავაძოლო. იყოს კაცის ჩვენ მეგობარი. გსტუმრობს ხოლმე გადაღებისას იქ. ანა. გავცეხოთ ეს? გავცეხოთ რა? საითას? აი. ეხა გითესია? მაიში იცის. რამე სპეციალური ქვა არის? წყალი რატო არ ყოფილით ხოლმე? წყალი არა. გასაწმენდია ზემოთ? პატრონი არ ყავს. ხო და პატრონი იმიტომ არ ყავს რომ გასაწმენდია ზემოთ და არავინ არ წმინდავს? წყალი განაწილება რომ ყველას რამდენი ეკუთვნოდა წყალი მე მახსოვს ერთხელ ბავშვობაში აკყევით ბახვის წყალზე სათავეში ზემოთ გაუწმინდე, ხო? ყველა აი ყველა ის რაღაცა გარუნდა და ისო ვაფლეკან. აი წყალის ხან სოგანოს ხან არ მოდის. მოკლედ გასაწმენდი არის არხევი. წყალი მოდის ზედა. ახამდე არ მოდის. ნადიც აღარა ადრე ყველა ერთად შეიკრიბებოდა მთელი სოფელი და მახსოვს ხო მეც ერთხელ წამოყევით. ეხლა კაცშვილი აღარა. ისე კაი ეს სულ ადრე გვაქვს რამე ისე ინფორმაცია რომ ღომის როგორ აკეთებდნენ სიმინდამდე. არა, გადმოსწრებით ახლა. ხო. ზაჩემიდან და ვაშევით. და როგორ აკეთებდნენ? ვაშევი რა მოგიცი. არის რო არის ხო ფეხი. ცეხვავდნენ ფეხით? ფეხით ხო გიებდნენ და უშოვდნენ. ხო. დაიწონა სამოფ. წყალი რომ მივიდა ხო გაადვინდა. ვისაც წისქვილი ხონდა, ზოში ყველა ჩამური ხონდა, გასია ვერ უაღა. ხო. წისქვილიც გაქვს? სიმინდს ვქვა ხო ძირითადად? ხორბალზე ხო არ გახსოვს ხორბალი მოდიოდა აქეთ? თუ უფრო აი ეს არტიფტები. ბიოს აქეთ, ხო, დიარიონოა, ხორბალი არტიფტები. ბრინჯი რო იყო აქეთ მართალია? იმალა ბრინჯი იყო არაჭაობის. ხო. ყველაფერი. ვა. ეხა აღარავის აღარა აქვს ხო ეგ ბრინჯი? მოსავლელად არ თუ რა აქ ვიღაცასო და წევედი და ვნახე. მინდოდა. გავიგებ მაგას, მაგრამ მოსავლელად რთულია? არა, მოსავლელია. ჭაობი არ ჭირდება არაფერი. ჭაობის არ რთული. ზედა ჩემო ესოდა, მაგრამ ისე არის, გახსოვს ვერიშკა? ვერიშკა 2 წლის ვიყავი ხომ, არა, არ მახსოვს. ვერიშკა ყველაზე უფროსი შვილი. ოჯახი. ხო. და იმაზე იმდენი მოვყავდა რომ წინდა წამდე ყოფილდა. ბრინჯი. ჩვენთან აქ ტერიტორიაზე. სერგოსომ ყანა, უკან ისე იქნებ ტიანი მინდორი ყო წისა და იმაშორი. ხო. ისინი თესადი. ხო. საერთოდ ნესტიანი ადგილი იყო. ხო, და აქ ყველგან ნესტიანია. გავიგებ მაგ ბრინჯის ამბავს, აბა თუ ვინმე აქვს შემონახული მაგას გიშოვი. უეჭველი გიშოვი. კაი, მე გიშოვი მაგას უეჭველი. კაი, ეხა ამას წავიღებ და
ხომის ღომს მოუხარშო, ხარჩოსთან ერთად. ხო, ამას გავცრი, ხელით გავცრი რა. ხო, ჰაერზე ესე? ჰაერზე, ახლა აღარ შეიძლება, ახლა ნახული ხო? კაი. ან ჯამში ჩავაგდებ და ხო, კაი. всё, წავიღოთ ახლა ეს და მოუხარშავ ხომის ღომს. ხელით ამოვიღოთ. თუ ამოვა. ღომის ღომი მტვრისგან გავათავისუფლე, დამჩენი რაც ხოდა მტვერი და ჩავდე ხა ქვაბში და წყალს ვავლევ, გამდინარე წყალს მიუშვირე და ზედმეტი ჭუჭყი რაც იყო, ზედმეტი ნივთიერება, ყველაფერი ზემოთ ამოტივტივდა და წყალს მიყვება. თუმცა აქვე ხელითაც ვეხმარები, მოურევ, რომ ეს მძიმე მასა, არა ღომის მასა რაცაა შეყოლილი, ხო? ის ამოტივტივდეს ზემოთ და წყალმა გადმორეცხოს გარეთ. წავიღებ ხა ამას და დავადგამ ჩახანაში. გადაუწუროთ ეს კიდე ზედმეტი რაცა. გაყვა ზედმეტი. ცოტა მეტი მომივიდა. თავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, რაც ღომის ღომი გვაქვს, იმის წილი 5-ჯერ მეტი წყალი გვინდა რომ მოიხარშოს. სანამ ღომი იხარშება, მე დროს არ დავკარგავ და სოფლის ქათამს დავამუშავებ გუშინ ბაზარში რომ შევიძინეთ და ეხა რას ვაკეთებ? ღომის ღომი იხარშება და ხარჩოს არა, გურულები ამას ეძახიან ამოხრაკულს და თვითონ პროცესიც გეუბნება, რომ უნდა ამოხრაკო ხავხთან ერთად ხორცი და ტომატპასტასთან ერთად ხორცი უნდა ამოხრაკო და მერე დაამოტო ბულიონი და ნიგოზი. ეხა დავამუშავებ და გაჩვენებ ყველაფერს. ბულიონი მზად იქნება უკვე. ხო, მზადაა. ძალიან ბევრი ხარშვაც არ უნდა, იმიტომ რომ ხორცი არ უნდა გადაიხარშოს, იმიტომ ამან კიდე ხო უნდა ამოიხრაკოს თავი, ასე რომ ამას ახლა გადავდგამ, გადაუწურავ ბულიონს ცალკე, ხორცს ცალკე. გადავუწურო. ეგ არის. ყველა საჭირო სუნელს და ინგრედიენტს მაგით წარმოვიღებ, რომ აქეთ-იქეთ არ ვიარო. ეხა პირველ რიგში კარაქს ჩაუშვებ და კარაქში მოვშუშავ სუნელებს. როგორც ადრე მithქვამს, კარგია, როდესაც ცხელთ ტაფაზე ან ცხელ ქვაბში ჯერ პირველ სუნელებს ჩაუშვებთ და მოშუშავთ. გახსნით სუნელების გემოს. სუნელებიდან გამოვიყენებ უცხოს, ხმელქინს
და ცოტა დაღირღილს. ცოტას, იმიტომ რომ აქ გურული აჯიკის, გურული სუნელის მიქსი მაქვს გაკეთებული თხილის გარეშე, რომელსაც მე უკვე დაბოლოებისას გავუკეთებ. აქ არის მწვანე წიწაკ, აქ არის ქინძი და ნიორი. ასე რომ ეს კიდე უფრო ინტენსიური და ცოტა მწარე გემოსაც მისცემს. აქვე მაქვს დაჭრილი ხახვი და ნიორი. სუნელები გაიხსნება. ამ ხავსაც ჩაუშვებ, რომ ყველაფერი უნდა ამოვხრაკოთ. პირველ რიგში ხავს ვხრაკავთ, შემდეგ ნიორს და ქათამს და ასევე ტომატ პასტას. ახლა უნდა ავიღო ეს ერთად. და ჩაუშვ. როგორც ხედავთ, ხახვი წავიდა, ეხა ნიორი წავიდა. ეხა ტომატ პასტასაც უზა. აი არომატი გავუშ. აი ოქროსფერი რო გახდება უკვე ხახვი. მერე შეგვიძლია ქათამიც ჩავყაროთ და ქათამიც უნდა ამოვხრაკოთ. ხო გვაქვს უკვე მოხარშული გარკვეულ დონეზე, მაგრამ ამასთან ერთად ხახვთან, ტომატ პასტასთან, სუნელებთან, ნიორთან, კარაქთან ერთად უნდა ამოიხრაკოს და მერე დავამატებთ უკვე ბულიონს და მერე უზამთ ნიგოს. სანამ ხახვი ამოიხრაკება, აი აქ ქათმის ბირ ნაჭრებთან ერთად ძვლიანი ნაჭრებიც ჩავყარე მოსახარშად, რომ ბულიონს უფრო ინტენსიური გემოქონოდა. ეხა ამას გავაცალკავებ, რომ დაამჩეს მხოლოდ რბილი, ქათმის რბილი ხორცი. აჰა. აბა კარგად შევამოწმო, არ გაყვეს რამე. ესეც აქეთ ამოვიხოთ და აი ეხა ამას წავიღებ და ხახვთან ერთად ამოვხრაკავ. აუ ნახეთ რანაირ ბულიონი, როგორი ყვითელი, აი. ასე მიხვდებით თუ როგორი ცხიმიანი და ნატურალური ქათამი. აი იხრაკება ეხა, მაგრამ დავამატებ კიდე ცხიმს. კარაქის სახით დავამატებ ცხიმს და ლურპაკის კარაქზე კიდე იცი რა შემიძლია ვთქვა, რომ კარაქი კეთდება ნაღების დღების შედეგად, მაგრამ თავარი აქ და მნიშვნელოვანი ლურპაკის მომზადების წესი, ლურპაკის კარაქის მომზადების წესი. საინტერესო ისაა, რომ ნაღების მიღება ხდება ნელი დუღილის შედეგად. რძისგან ნაღები როგორც გინახავთ, ბავშვობაშიც რძეს რო დაგიცხავდნენ ზემოთ რო თავს იკეთებს, ეგ არის ნაღი. აი ეს ნელი დუღილით დანიაში ლურპაკის წარმოებული იღებენ ამ ნაღებს, შემდეგ ამას თქვეფეთ და ვიღებთ აი ესეთ უნიკალურ და გემრიელ ნატურალურ კარაქს. ეხა ამ კარაქს დავამატებ და მე ცხიმს შევძენ, ამოხრაკოთ და უფრო კარგათაც ამოიხრაკება. ცოტა ეს ამოიხრაკოს და მე ბულიონს დავამატებ და ცოტა ხანი შევეშვათ. ეხა დავამატებ, აი როგორც გითხარით, გურული სუნელის ბაზას. აქ არის ქინძი, მწვანე წიწაკა და ნიორი. აი ეს მისცემს კიდე გამორჩეულ გურულ არომატს. ისედაც გურულია ეს ამოხრაკული, ეს არ არის ხარჩო, არ შეგვეშალოს. მეგრულ ხარჩოსა და გურულ ამოხრაკულს შორის გურული ამოხრაკული განსხვავდება ერთმანეთისგან. კიდე ბევრი გურული.
დარჩენილ ბულიონს გავხსნი ნიგოს ბულიონში და მერე დავუმატებ, რომ არ აიჭრას რა, ერთგვაროვანი მასა მივიღოთ და არ გაცალცალკევდეს ბულიონი და ნიგოსი. ნახეთ ღომის ღომა უკვე ჩაიშრო, მოიხარშა. და ეხა დავამატებ ჭადის ფქვილს და მოვშუშავ კიდევ ჭადის ფქვილთან ერთად, რომ უფრო შესქელდეს. უკვე დროა დავამატო ნიგოზი, თუმცა ნიგოს ცოტა ყვითელ ყვავილს დავამატებ. გურიაში ვართ. და ამოხრაკული ყვითელი ყვავილის გარეშე ამოხრაკული არ იქნება. რა ცხიმი მოიკიდა, აი, ცხიმიანი ქათამი რა კაი. ამას ეხა სულ რამოდენიმე წუთი ნიგოსთან ერთად კიდე ამოიხრაკოს, იშუშოს და ამასობაში აქვე ღომით შესქელდა, ნახეთ? კი. და თითქმის ორივე ერთდროულად მზად იქნება. ეგ არის. ღომით უკვე მოიშუშა, მზად არის. დაახლოებით 5 საათი დაჭირდა ნელ ცეცხლზე, ნელი ცეცხლი მქონდა მიცემული და 5 საათში აი ესეთ მდგომარეობამდე მივიდა, მზად არის უკვე, ამოვიღებ. ამოხრაკულს 5 საათი ნამდვილად არ დაჭირვებია. დაჭირდა სადღაც ჯამში 2 საათი. ამოხრაკულით ნახეთ როგორ გამოიყურება, ნიგოზიც კარგად ჩანს. ეხა ამას კაი მშრალი კაზაყველი იმერული ყველი კიდე სხვა არის და კაზაყველი კიდე სხვა არის. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ეხა ამას გავშინჯავ. პირველად ღომს გავსინჯავ ყველის გარეშე. ღომისკენ ასოციაცია არ წაგივიდეთ, განსხვავებული პროდუქტია, მაგრამ ძალიან საინტერესო და გემრიელი და ჯანსაღი, რაც მთავარი. ეხა ყველთან ერთად გავსინჯავ. ეხა ამოხრაკულთან ერთად. ძალიან კაი კომბინაცია, ძალიან გემრიელია და ცადეთ. ღომის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის ეს ყველაფერი. აიო. იმისთვის რომ ბევრი იმოგზაუროთ გურიაში და უყუროთ გემრიელ კერძებს და ისწავლოთ სწორად მომზადება და საინტერესო გემოები აღმოაჩინოთ, აუცილებლად უნდა გამოიწვიოთ ამიტომ რეჰანი კუკინგი. ასე რომ არ დაგავიწყდეთ ამის არხის გამოწერა და ლაიქი აუცილებლად. შემდეგ ეპიზოდამდე